არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად. საღამოშიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, აი დადგა დღე ჩვენი შეხვედრისა პარასკევია დღეს და მოგეხსენებათ ყოველ პარასკევს რადიო იმედის პირდაპირ ეთერში გადის გადაცემა X-კოდი ჩემთან, ანუ მიშა მიმინოშვილთან ერთად. გადაცემის დასაწყისში ყოველთვის მიწევს ხოლმე მადლიერების გამოხატვა თქვენი ყურადღების გამო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მისმენს, ვინც წერს Facebook-ზე, ვინც გამოგახმეურა SMS-ზე, SMS-ის საშუალებით გადმოგცა თავისი აზრი. აქვე გეტყვით SMS-მა სიტყვა მოიტანა, რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენი შეტყობინება გადაცემის თემასთან დაკავშირებით, ან გასულ გადაცემის თემასთან დაკავშირებით, ან მომდევნო გადაცემის თემასთან დაკავშირებით, მოგწეროთ ნომერზე 9778 და თქვენი SMS გზავნილის ღირებულება იქნება ისეთივე, როგორც თქვენი სტანდარტული მობილური ოპერატორის სტანდარტული ფასი და SMS-ის სერვისით. ჩვენ, რა თქმა უნდა, თქვენ უკვე იცით, უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co. აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს შეგნებულად თქვი თავიდან SMS-ის ნომერი, რამე თუ სწორედ SMS-ის საშუალებით შემოსული თხოვნით გაირკვა ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა და მე ახლა ჩვენს ხმის რეჟისორს ნინოს თხოვ, რომ შეცვალოს ფონი. რამე თუ ჩვენ ახლა დავიწყებთ უკვე თხრობას და თხრობას ჩვენ დავიწყებთ ერთ-ერთი მსოფლიოში ყველაზე ამოუცნობ და გაუხსნელ დანაშაულზე. ნუ თქვენი ციტო ჩვენი გადაცემის სპეციფიკა არ მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ფენომენს, რაღაც ისტორიულ პიროვნებას, არამედ დანაშაულის გარკვეულ რიგად არის რაღაც მით უმეტეს დანაშაული, რომელზეც დღეს ჩვენ შევაჩეროთ ყურადღებას, არის გაუხსნელი. საუბარი მაქვს იმ ფაქტობრივად პირველ სერიულ მკვლელზე და პირველ სერიულ მკვლელობაზე, რომელმაც 1888 წელს მთელი ლონდონი, ბრიტანეთი და შეიძლება ითქვას მთელი მსოფლიო რაღაცნაირად აი პანიკაში ჩააგდო. რამე თუ იყო პირველი შემთხვევა, ნუ შეიძლება იყო სხვა შემთხვევები, მაგრამ პირველი ესეთი პათოლოგიური, შეიძლება ითქვას ალოგიკური, სრულიად უმიზეზო რაღაცნაირად მკვლელობათა მთელი სერია, რომლის ავტორი, რომლის შემსრულებელი დღემდე არ არის ნაპოვნი და უამრავი ვერსია ამასთან დაკავშირებით. თქვენ რა თქმა უნდა მივხვდით, რომ საუბარი მაქვს ჯეკ პატრავზე, ანუ ინგლისურად ის თუ არ ვცდები Jack the Rippers ესე ქვია, მაგრამ ნუ ჩვენ დღეს ეს პატრავი ვიხმაროთ, მართალია ცოტათი უხეშად მჟღერი ეპითეტია მისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა ვქნათ, ესეა შესული. ის ზოგადად ისტორიაში არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კრიმინალისტიკის ფარგლებს სცილდება ეს ისტორია. უამრავი მწერლისთვის ის გახდა ფანტაზიის წყარო, უამრავი ფილმი გადაიღეს ამ თემასთან დაკავშირებით. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი მუსიკალური ფონი და გვერდი სწორედ ჯეკ პატრავიდან არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის გახლავთ კინოფილმიდან ალისა. საოცრებად ქვეყანაში რაშვაშია ალისა და რაშვაშია ჯეკ პატრავი. საქმე იმაში გახლავთ, რომ ალისა საოცრებად ქვეყნის ავტორს მოიაზრებენ, სხვადასხვა ლუის კეროლს მოიაზრებენ ერთ-ერთ ვერსიად, ანუ ამბობენ ერთ-ერთი, ამასაც ჩვენ აუცილებლად შევეხებით, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ჯეკ პატრავი არ არის გამორიცხული, რომ ყოფილიყო ლუის კეროლი. თუმცა მოდით ხო ჩვენ ამის შესახებ თქვენ ბევრი რამ გაქვთ ნანახიც, საკითხულიც, მე უბრალოდ ნელ-ნელა მივყვეთ იმ ისტორიას, იმ ფონს, რის გამოც ახლა არაფერი თითქოს განსხვავებული არ მოხდა. ახლა ის პერიოდია, მე-19 საუკუნის მიწურულია, როდესაც უამრავი ადამიანი იღუპება და რაღაცა 5 ადამიანის დაღუპვა, ნუ ახლა რა მოსატანია, ხო შეიძლება ესე ლოგიკურადაც მიუდგე ამ საქმეს და სუფთა პრაგმატულად იმჟელო. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო თავისი სისასტიკი და თავისი რაღაცნაირად აი ჯერ არ ნახული მანამდე ალოგიზმით ამას ხავს უსვამ იყო ფაქტობრივად პირველი მკვლელობა, რომელმაც უამრავი კითხვა გააჩინა და ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ არსებობს, თუმცა არსებობს მეტად ძალიან ბევრი საინტერესო ვერსია. ფიქრობ თქვენთვის ზოგი ვერსია არ არის ცნობილი და სწორედ X-კოდის მთავარი დანიშნულება სწორედ ეს არის, რომ ნაკლებად ვილაპარაკოთ იმაზე, რაც თქვენ იცით და თუმცა
ბევრმა შეიძლება იცის კიდეს სპეციალისტებს და ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს არ გულისხმობ, თუმცა უმრავლესობამ რა თქმა უნდა ბევრი რამ იცით მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირულად და X კოდის მთავარი დანიშნულება სწორედ ეს არის, რომ სიღრმისეულად არა, მაგრამ უამრავი ვერსიიდან გამოყოთ მხოლოდ და მხოლოდ ის ვერსიები, რომელიც საინტერესოც არის და თან ერთგვარი ფაქტების მომცველიც. ნუ თქვენ იცით რომ ეს ყველაფერი განვითარდა მე-19 საუკუნის მიწურულს, როდესაც ბრიტანეთის იმპერია იყო აყვავებული ძლიერი და მისი მმართველობა ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში იყო მოდებული იმპერიის სიძლიერე და ფაქტობრივად ძალიან ბევრი ადამიანი ხდებოდა ამ იმპერიის მოქალაქე, დიდი პატივი იყო მათთვის ამის მიღება. მთელი მსოფლიო ქეციხრიდან ბრიტანელების შეუპოვრობისა, მათი ღირსების, სიძლიერის წინაშე, მაგრამ შეიძლება ითქვას, ჰქონდა ბრიტანეთს ერთი სამარცხვინო ლაქა, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის ბევრი ვიქტორიანული ეპოქის მკვლევარის და მაშინდელი მოღვაწის, ოფიციალური მოღვაწის და ცნობილი ბრიტანელის და ინგლისელის ფრაზა. მათ ჰქონდა სამარცხვინო ლაქა და ამ სამარცხვინო ლაქას ერქვა ლონდონის ცენტრში არსებობდა და ერქვა East End-ის უბანი. ნუ რატომ იყო ეს სამარცხვინო? იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს იყო ადგილიო, სადაც მზეც კი არ წვდებოდაო ამის პირდაპირი და ირიბი გაგებით, ეს იყო ადგილი, სადაც თითქმის აი ფაქტობრივად ხდებოდა გამიჯნული იყო ეს ბრიტანეთის ეს აყვავებული იმპერია თავისი კულტურით, თავისი ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი მიღწევებით და ამ დროს არსებობს East End-ი, სადაც ფაქტობრივად ეს რაღაცა გარყვნილობა, პროსტიტუცია, თაღლითობა, აზარტული თამაშები, მკვლელობა და უამრავი მანკიერება, რაც კი არსებობდა დედამიწაზე, აქ იყო თავმოყრილი. თან დაგოიწყდება ისიც, რომ აი ემიგრაციის მთელი პირველი ნაკადი სწორედ თავდაპირველად East End-ში იყო ფაქტობრივად კონცენტრირებული და იქ აი ბოლო მონაცემების თანახმად რაღაც ამოვწერე კიდეს მაგალითად იქ იყო დაახლოებით 100 ბარდელი მხოლოდ ორ ქუჩაზე განთავსებული და ორივე ქუჩაზე 100-200 რეგისტრირებული მეძავი. ეს ამას იმიტომ ამბობ, რომ სწორედ ეს უბანი იყო ის ამასცენა, სადაც სისხლიანი ეგრეთ წოდებული სპექტაკლი დაიდგა, რომლის მთავარი შემსრულებელი გახდა ადამიანი, რომელსაც თავის თავს ჯეკ ფატრავი უწოდა. ნუ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ეს დანაშაული, რომელსაც ოფიციალურად 5 ქალბატონის სიცოცხლე შეეწირა, იმ მასიურ განადგურებასთან შედარებით რაღაცნაირად თითქოს რამოსატანიო შეიძლება ითქვას კიდეც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მაინც რჩება ყველაზე ამოუცნობ დანაშაულად კაცობრიობის ისტორიაში. ნებისმიერ ლექსიკონი რა იყო, ნებისმიერ ენციკლოპედიას რო გადაფურცლავთ და 100 ყველაზე გაუხსნელი ან 100 ყველაზე ამოუცნობი, ყველაზე საიდუმლოებით მოსილი თემიდან ყოველთვის პირველ რიგში ამოვარდება სწორედ აი ეს ისტორია, რაზეც ჩვენ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. ნუ მაშინ მიყვეთ ქრონოლოგიის, თქვენ დაახლოებით იცით, თქვენ გსმენიათ კიდეც გინახავთ უამრავი ინტერპრეტაციით არის ეს მოწოდებული მკითხველისთვისაც, მაყურებლისთვისაც, თუმცა მოდით გავიხსენოთ თვითონ ეს ინციდენტი არა, მაგრამ თვითონ ეს მკვლელობის ისტორია, მკვლელობის სერიების ისტორია, რომ შემდგომ როდესაც ვერსიებს დავასახელებთ, მეტნაკლებად მოვახდინოთ იდენტიფიცირება და ჩვენ თვითონ გავსაზრდოთ, რამდენად რეალურად სიმართლეს შესაბამება ესა თუ ის ვერსია. ნუ მივყვეთ ქრონოლოგიას, პირველი მსხვერპლი ნაპოვნი იქნა 1888 წლის 31 აგვისტოს East End-ის ბნელ ჩიხში. ეს გახლდათ 42 წლის მეძავი მეცაყრად მშვენიერი პოლი, ნუ ის ალკოჰოლიკი იყო შეიძლება ითქვას და ძალიან მხოლოდ სხეულს მომიტევით ამას მოყვები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯეკ ფატრავზე გვაქვს საუბარი და მეძავების გარეშე ჩვენ ვერ გავალთ ფონს, რამე თუ სწორედ მეძავები იყვნენ მისი მსხვერპლი, მისი თავდასხმის ობიექტი და ესეთი პათოლოგიური მკვლელობის ობიექტი და ნუ რა თქმა უნდა მისი აი ის შეიძლება ითქვას რაღაცა კაპიკება ტყიდა თავის სხეულს, ხოლოდ იმისთვის რომ რაღაცნაირად ეს ეთიჩიკა ბრენდი დაილია და ღამე სადმე გაიტარებინა. რა თქმა უნდა, როდესაც შენიშნეს ამ ქალბატონის ცხედარი, ყოველ დღე იქ ამ უბანში მოგახსენეთ კიდეც, რომ ეს იყო ფაქტობრივად მთელი აი რაღაცა ამორალური, აი რაც კი შეიძლება ნეგატივი ყოფილიყო, მთელი ეს ნეგატივი იყო კონცენტრირებული ამ უბანში და არავინ ნორმალური იმ უბანში არ დადიოდა. ნორმალურს არ გulis ყველა ადამიანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველა მიცოდა, რომ ეს არ იყო უბრალო მომენტი, მაგრამ ყველაზე მთავარი გახლდათ, რომ ექსპერტმა კრიმინალისტმა მაშინ ეს თანამდებობა არ არსებობდა, ყოველ შემთხვევაში პოლიციასთან
პოლიციაში მაინც იყო ერთ-ერთი მედიკოსი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რომელიც რაღაცნაირად ყურადღებით სინჯავდა აი ამ გვამს და მან აღმოაჩინა, რომ ეს გვამს ეთყობოდა ნაოპერაციები. მან თქვა, რომ ჯერ მას ჰქონდა ყელი გამოჭრილი მომიტევად რაღაც ახლა ისევ ვინც ჩემს გადაცემას ხშირად უსმენს, მიშა შენ ისე უჟასებზე ყვები, არ ყვები უჟასებზე, უბრალოდ ჩვენ ყვებით ისტორიაზე, მკვლელობაზე, რომელიც მსოფლიოში და სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გაუხსნელ თემად ითვლება და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს თქვენს მიერ მოწოდებული თემაა და მე მადლობელი ვარ თქვენი და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ტელეფონის ნომერი 917778, ეს არის SMS-ის ნომერი, თუ შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ ამ ნომერზე SMS-ი და უკვე დღევანდელი გადაცემის თემასთან დაკავშირებით შეკითხვები დაგვისვათ თუ გნებავთ, ან კიდევ შემდგომი გადაცემა შეგვიკვეთოთ, ეს ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადაცემის თემა მოგვაწოდოთ. დავბრუნდეთ ისევ ის ტენში, ისევ ის იმ ექიმს დავბრუნდეთ, რომელმაც შენიშნა რაღაც გარკვეული ჭრილობები და აღნიშნა, რომ ეს რაღაცა არ არისო უბრალო მკვლელობაო, თქვა, რამე თუ მან ნახა, რომ აბსოლუტურად სიზუსტით იყო ეს შესრულებული მკვლელობა, თან აშკარად ეტყობოდა, რომ კარგად ფულობდა აი ამ ბასრ საგანს და ეს არ იყო უბრალოდ დანით მოკლული. ბევრმა ვიარაუდონ, რა მოხდა, ალბათ ვიღაცა იქნებოდა ვიღაცა ხორცს პროდუქტებთან ვისაც კავშირი აქვს და ვის კარგად ჭრისო ხორცო, ალბათ იმან ვიღაცა ეთქობა რაღაცა მოხდა მაგათ შორის, მეძავიაო ბოლოს არავინ ყურადღება არ მიაქცია მოკლედ, მაგრამ აქ ხდება საინტერესო რამ. გადის ერთი კვირა და სტერფილდის ბაზრის სიახლოვეს პოულობენ კიდევ ერთ მსხვერპლს, კიდევ კლავინდებურად მეძავს, ამჯერად 47 წლის შავტუხა ენით შეყვენს, ეს არის შესული ის ზოგადად ენციკლოპედიაში და რომელიც ტუბერკულოზით იყო დაავადებული და მას ფაქტობრივად ზუსტად ისეთივე ჭრილობა ჰქონდა ყელზე, არავითარი ძალის და გაუპატიურების კვალი არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში არ ეტყობოდა, თუმცა ისევ აი ამ ექიმის გვარის აღარ მოვსვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ექიმი ძალიან ყველა წყაროში დომინირებს, რამე თუ ფაქტობრივად მან დაიწყო აი პირველი ინტერესი აი ამ სერიულ მკვლელობისადმი მისგან მომდინარეობდა და მან თვითონ თავად მკვლელობის ხარისხი, მისი მახასიათებელი მიყენებული ჭრილებების მანერა, თუ შეიძლება ისე თქვა სისქე მომიტევეთას ცოტა ის არასასიამოვნო თემზე ვლაპარაკობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმისთვის რომ პორტრეტი კარგად იყოს თქვენთვის ცხადი, რომ შემდგომ როდესაც ვერსიაზე ვისაუბროთ, რომ რაღაც იდენტობა მოვახდინოთ, ამიტომ ყვები ამას. და ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ დანაშაული თავის საქმეს სექსუალური ვნების ტყვეობაში ასრულებდა და რომ სხეულის ასეთი დანაწევრება მას აშკარად ანიჭებდა სექსუალურ სიამოვნებასო, ამბობდა ეს ექიმი, მაგრამ მაშინაც მას არავინ არ აქცევდა კლავინდებურად ყურადღებას, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მეორე ახლა ყოველდღე ხდებოდა მსგავსი რამ ამ უბანში და ეს თავისებურება კვლავ შენიშნა პოლიციელმა მედიკოსმა და ნამდვილად უკვე მას მიაქციეს ყურადღება, რამე თუ გამოაშკარავდა ის, რომ მკვლელი ძალიან კარგად ფლობს ქირურგიულ ინსტრუმენტს და მხოლოდ პროფესიულ ქირურგს და ანატომიის უბადლო მცოდნეს, ამას ხაზს უსვამ, შეეძლო ასეთი უკაცრავდა ფაქიზად დაენაწევრებინა შინაგანი ორგანოები, რომელიც შავგრემანი ენის გვერდით ელაგა ანატომიური რიგითობის დაცვის. ესეც რა თქმა უნდა ხალხს გასასმელია. ყასაბის ვერსია უკვე აქვე უკვე გამოირიცხა, რამე თუ ყასაბს ესე დეტალურად და ესეთი ანატომიის ცოდნით არ შეეძლო მსგავსი რამ ჩაედინა. კიდევ ამას მოყვა ძალიან საინტერესო კიდევ ერთი რამ, რომ 28 სექტემბერს დაახლოებით ერთი კვირის თავზე და ეს ყველაფერი ხდება ერთდროულად. ესე ძალიან საგულისხმო მომენტია, რამე თუ აი სერიული მკვლელისთვის დამახასიათებელია, ხო, გარდა იმისა, რომ რაღაც უაზრო არალოგიკურ მკვლელობაში არის, პარალელურად მას სურს, რომ იყოს პოპულარული და მედიასთან ურთიერთობაც არის დამახასიათებელი და ფაქტობრივად ის იყო პირველი შემთხვევა. ჩვენ ხო ბევრი ფილმი გვაქვს ამაზე ნანახი და ბევრი გაგვიგია კიდეც, ღმერთმა დაგვიფარა და ჩვენ საბედნიეროდ ასეთი ადამიანი არ უყავს ჩვენს ისტორიით, თუმცა თუ ღრმა ჩაუღრმავდებით შეიძლება მოვიძიოთ კიდეც, თუმცა ეს უკვე სხვა გადაცემის თემა დავიტოვოთ და 28 სექტემბერს ფლიტ სტრიტზე განლაგებული ახალი ამბების სააკენდო სახელზე უცნაური წერილი მოვიდა. ყომხრიდან ჩემამდე მოდის ჭორიო, წერილში წერია, თითქოს პოლიცია მე დამაკავა. მათ კი ჩემი არსებობაც კი არ იციან, მე განსაზღვრული ტიპის ქალებზე ვნადირო მხოლოდ და არ შევჩერდები მანამ სანამ არ დამიჭერენ. ბოლო ნამუშევარი ჩემი იყო შედევრიო, წერს ეს უცნობი ავტორი, ლედიმ დაკივლებას კი ვერ მოასწრო, მე მიტაცებს
ჩემი საქმე და არ ვაპირებ მის მიტოვებას. ეს წერილი სხვადასხვა მე მგონი ლონდონის ერთ მუზეუმში არის შენახული. თქვენ მალე გამიცნობთ ისე გამოგზავნებთ ციტირებას წერილისა და დამაფასებთ, მომიტევეთ რომ წერილი დაწერილი არის სისხლით, მელანი უხარიცხო გამოდგა და არ გამომადგა. შემდეგში მე ისე ხუმრობისთვის პოლიციაში მოკლულის ყურსაც გამოგიგზავნით. ნუ დაახლოებით აი ესე ცინიკური საშინელი წერილს აწერდა ვინმე ჯეკ ფატრავი. სწორედ აი აქედან წავიდა, ანუ როგორც გითხარით ინგლისურად ის არის დაახლოებით ჟღერს ესე როგორც ჯეკ the ripper. აი ესე იყო ხელმოწერილი და თქვენ როდესაც ეთერში გასული გადაცემის დასურათებულ ვერსიას იხილავთ გადაცემის Facebook-ის გვერდზე, თქვენ ამ წერილის ნახვის საშუალებაც გექნებათ. ნუ თავდაპირველად რედაქტორებს ეს შეშლილი სტუდენტის და ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის ნამოქმედარი ეგონათ, ნუ ალბათ ისინი ხშირად იღებდნენ ხოლმე მსგავსი შინაარსის წერილებს, ამიტომ Scotland Yard's რედაქტორებმა არ მიმართეს იმ დღესვე, მხოლოდ მაშინ, როდესაც გაირკვა, რომ წერილის ავტორმა უკვე ჩაიდინა მორიგი მკვლელობა, ანუ ეს ხდება პარალელურად, წერილი მოვიდა და უკვე ხდება ცხადი, რომ წერილი უსწრებდა მკვლელობას. ანუ ეს ლონდონი დიდია, თქვენ იცით, მაშინაც არ იყო პატარა ქალაქი და რაღაცნაირად ეს ყველაფერი ხდებოდა ერთდროულად. ანუ მკვლელი ახლა ჯერ წერილის გაგზავნას, ანუ ჯერ მკვლელობას ჩადიოდა, შემდეგ წერილს აკეთებდა, მაგრამ ეს ხდებოდა ისე თითქოს ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ნამოქმედარი არის. ამას მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვერსიებს ვისაუბრებთ, რომ რაღაცნაირად თქვენ შეძლოთ უკვე დასკვნის გამოტანა. და რაღაცნაირად მხოლოდ მაშინ, როდესაც გაირკვა, რომ წერილის ავტორმა ჩაიდინა მეორე მკვლელობა თანაც ZZ2, უკვე გარდაცვლის ყური მოაჭრა, როგორც იყო დაპირებული, უკვე ჟურნალისტები აფასურდნენ. ნუ დილით რედაქტორებმა ამავე ცნობი ავტორისგან ისე მიიღეს ბარათი, სადაც ჯეკ ფატრავი მადლიერებას გამოთქვამდა, იმიტომ რომ მან პირველ წელში უთხრა, რომ ძალიან გთხოვთო, ცოტა დრო მომეცითო, ეს საქმე ჯერ არ გაახმაუროთო, მე გეტყვით, როდის მოვა ამის დრო და მეორე დილითვე მოვიდათ მათ წერილი, სადაც ის მადლობას უხდიდა, რომ თქვენმე დამიჯერეთ და გამოხატავდა გულისწყრომას იმასთან დაკავშირებით, რომ სხეპლის ცივილკიმლის გამო მან ვერ მოახერხა სრულიად ამ ყურის გამოგზავნა და იმ მხოლოდ ამის შემდეგ ორივე წერილი აღმოჩნდა უკვე პოლიციაში. კომისრებმა აი აქ უკვე შეიძლება ითქვას დაუშვეს შეცდომა და გაზეთების მეშვეობით იმისთვის რომ მოეხდინათ იდენტიფიცირება ჩადენილი მკვლელობის შემსრულებელსა და წერილის ავტორს შორის, მათ მიმართეს მოსახლეობას თხოვნით და ამას მოყვა უამრავი ყალბი ბარათი, სადაც ნუ ახლა ბუნებრივია, არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს დღესაც ეს მომენტი რაღაცნაირად ფსიქოლოგიური მომენტი ალბათ ადამიანისა, რომელსაც პოპულარობა სურს, უამრავი ადამიანი გამოჩნდა, თქვა რომ ჯეკ ფატრავი მე ვარო, არა მე ვარო და მოკლედ უამრავი ყალბი წერილების მთელი კასკადი წამოვიდა აი ამ Scotland Yardში შეიძლება ითქვას და ნუ ახლა ბუნებრივია აქედან უკვე ნორმალური ესეც რაღაც გალკვეულ ხრიკი იყო, ანუ ის ვინც ამას ჩადიოდა, ესეც კი ქონდა გათვლილი, ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ძალიან საშიში, საშინელი პათოლოგიაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს პათოლოგია ადამიანი რომელსაც მას ჩადიოდა ძალიან კარგად განსაზღვრული გეგმის თანახმად მოქმედებდა. მაგრამ აი გადის დრო და 16 ოქტომბერს ამჯერად უკვე Scotland Yardში, უბრალოდ მაშინ მას სხვა დაწესებულება ერქვა, მორალის და სიმართლის დაცვის რაღაცა კომისია თუ ამას რა მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში Scotland Yardზე იყო განლაგებული და Scotland Yard-ი უკვე თავისთავად Sherlock Holmes-იდან გამომდინარე, ვიცით რა შინაარსის მომცველია. და აი აქ Scotland Yard-ში იგზავნება უკვე ბანდეროლი, ნუ ბანდეროლსა და ამანაც შორის არის სხვაობა, ბანდეროლსა და უფრო დიდი, ამიტომ ამ სიტყვას ვიხმარ და ბანდეროლი და მასში უკვე წერილის გარდა არის რაღაცა იყო გახვეული და ნუ როდესაც გახსნეს იპოვეს რაღაცა თირკმლის ნაჭერი და იქ ეწერა რომ ეს მე გიგზავნითო თქვენო თირკმლის ხოროს ერთ ნაწილს, რამე თუ მეორე ნაწილიო მე შევკაზმეო, შევწვი და მივირთვივა, ეს ეწერა ამ წერილში. ნუ ექსპერტმა უკვე გამოთქვა მოსაზრება, ისევ იმ ექსპერტმა, რომელსაც თავდაპირველად ყურადღება რო არ მიაქციეს და ეხლა ნელ-ნელა უკვე სინაპლანზე წამოიწია და მან უკვე თქვა რომ ეს აშკარად ქალის თირკმელიაო და მოდით რაღაცა ყურაც აღებელს არ არის მეორე შემთხვევა, აუცილებლად ჩვენ უნდა ვნახოთ მესამე მსხვერპლიო, ანუ ესე არ დატოვებდა ჩვენ საქმე გვაქვს სერი მკვლელთან. ამ შესახებ მან ისევ დაუშვა შეცდომა და გაზეთში განაცხადა რომ ალბათ ინტერვიუ ჩამოართეს მას და მაშინ ბუნებრივია გაზეთით იგებდნენ ყველა ახალ ამბებს და დილა
გაზეთი იწყებოდა და დღესაც იწყება ბრიტანეთში, ეს უკვე რაღაცნაირად ერთგვარი ეროვნული ტრადიციაც გახლავთ და გაზეთში მან ინტერვიუში განაცხადა, რომ აი ნაპოვნი თირკმელი ეკუთვნის ქალს და როგორც კი მან ეს განაცხადა, იმავე საღამოს მის სახელზე მოდის წერილი, რომელიც ისევ ჯეკ პატრავის სახელით არის, ანუ რომის ავტორი ამ წერილის თანახმად ისევ ჯეკ პატრავია და ის წერს, რომ ხო შენ არ ცდებიო ბებერო უფროსო, ნუ დაახლოებით ესეთი შინაარ წერილი იყო, მაგრამ უფრო არა აქ უკვე ჩანდა, რომ ასეთ ამ წერილის ავტორი უფრო ნაკლებად არის განათლებული, თუმცა ბევრი შემდგომში მე მოგიყვებთ, რომ ეს შეგნებულად იყო ეს ხრიკი ჩადენილი და შენ მართალი ხარ, რომ ბებერო უფროსო ეს მარცხენა თირკმელია, მე ახლა შენი ოფისის სიახლოვეს ვარ, ახალი შედევრის შექმნისთვის ვემზადები, მაგრამ დამპალმა მუშებმა ხელი შემიშლეს, თუმცა ნუ მოიწყენ, მე მალე გამოვალ ახალ საქმეზე და შენ ჩემს შესახებ კიდევ ერთხელ გაიგებ და მე შენ აუცილებლად ახალ საჩუქარს გამოგიგზავნია. ნუ მე მომიტევეთ, რომ ხშირად რაღაცნაირად ესეთ საშინელ რაღაცაზე ყვები, თუმცა დამერწმუნეთ, რომ ჩვენ გადაცემა X-კოდი რა თქმა უნდა გვერდს ვერ აუვლიდა ყველაზე მოუხსნელ, არა არ ვიტყვი, მაგრამ ოღონდ გაუხსნელ დანაშაულს, რომლის ფაქტობრივად ძალიან ბევრი ვერსია არსებობს, მაგრამ არც ერთი ისე არის ჩადენილი ეს დანაშაული, რომ ვერც ერთ ადამიანს ხელი ვერ დადეს, თუმცა უამრავი ვერსია არსებობს, როგორც გითხარით. და მოდით ახლა ჩვენ ოდნავ შევისვენოთ, დრო დავუთმოთ რეკლამას და შემდეგ ამ საინტერესო თემით კვლავ დაბრუნდეთ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში დაგვერდეთ. მოვარგოთ X-კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X-კოდი მიშა მიმინოშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ საღამოშიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ უსმენთ გადაცემა X-კოდს, რომელიც ყოველ პარასკევს გადის რადიო იმედის პირდაპირ ეთერში და აქვე გეტყვით, თუ თქვენ ამის საშუალება არ აქვთ, შეგვიძლია შევძანდეთ ინტერნეტში, მონახოთ, დაუმეგობრდეთ, თუ უკვე დამოუკიდებელი ხართ, უბრალოდ შეხვიდეთ X-კოდის Facebook-ის გვერდზე და უკვე ნახოთ ორშაბათიდან, ჩვენ ორშაბათიდან ვდოთ ხოლმე ეთერში გასული გადაცემის შეიძლება ითქვას დასურათებული ვერსია. და ჩვენი საუბრის თემა კი განპირობებულია თქვენი შეიძლება ითქვას ხეშად არ გამივიდეს, მაგრამ შეკვეთით, რამე თუ მე წინა გადაცემაში გთხოვეთ, რომ SMS-ის საშუალებით და Facebook-ის გვერდის დახმარებით მოგეწოდებინა თქვენთვის ის თემა, რომელიც თქვენ გინდათ, რომ X-კოდში გაიჟღეროს და რაღაცნაირად ჩვენ დღეს ვეხებით ყველაზე ამ გაუხსნელ და იდუმალ მკვლელობათა, სერიულ მკვლელობათა მთელ აი ამ ვერსიების მიმოხილვაც გვექნება და ფაქტობრივად ამ თემაზეც ვისაუბროთ. ეს გახლავთ ჯეკ პატრავის სახელით ცნობილი მანიაკის მიერ არადამიანური და შეიძლება ითქვას ესეთი პათოლოგიური მკვლელობების სერია და ფაქტობრივად ეს იყო პირველი შემთხვევა ასეთი სახის დანაშაულის გახსნისა და ზოგადად მანამდე მსგავსი რამ არ მომხდარა. ნუ განვაგრძოთ ჩვენ ისე ვთხრობა, ჩვენ შევჩერდით ისტორიაზე, როდესაც ჯეკ პატრავმა უკვე მეორე წერილი გაუგზავნა და წერილთან ერთვოდა უკვე გარკვეული შეიძლება ითქვას საჩუქარი სკოტლენდ იარდის კომისრებისთვის, იქ იყო უკვე გადაცვლილის თირკმელი და ნუ აი წარმოვიდგინეთ რა შოქში ჩავარდებოდა უკვე ლონდონი და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გაზეთების ფურცლებზე იბეჭდებოდა და სწორედ გაზეთების ფურცლებზე გამოჩენის მომენტიც ჰქონდა ამ ყველას გარდა იმისა, რომ ის რაღაცნაირად ამ თავის ფსიქოლოგიურ ტრაუმას შეიძლება ითქვას ხორცს ასხავდა, მაგრამ ნუ ახლა არავინ არ იცის უამრავი ვერსია და სერიული მკვლელობების პათოლოგიაზე და ფსიქოლოგიაზე ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებას არ შევაჭერთ. ჩვენ უბრალოდ დღეს ვსაუბრობთ აი არ მსიამოვნებს მე ზოგადად ვერითები ხოლმე მსგავსი რაღაცების მით უმეტეს რაღაცნაირად რომელიც დაკავშირებული არასასიამოვნო დეტალებთან. მე შეგნებულად მოვირიდები, როდესაც Facebook-ის გვერდზე არის სხვადასხვა ძალიან ბევრი დოკუმენტური ფოტო ამ მკვლელობის სამსახველისა, მაგრამ რა თქმა უნდა ამ ფოტოების მე თქვენას შემოგთავაზეთ და არც დეტალურად არ მსურს ხოლმე საუბარი თვითონ დეტალებზე რა სიზუსტით და როგორ
როგორი შეიძლება ითქვას ბრჭყალებში პროფესიონალიზმით იყო ეს დანაშაული შესრულებული. და 30 სექტემბერს უკვე ნაპოვნია მესამე მსხვერპლი 54 წლის ლიზი, როგორც სხვა შემთხვევაში მას ყელი ჰქონდა გადაჭრილი, მაგრამ არავითარი სხვა ძალადობის კვალი მას არ აღენიშნებოდა. გაჩნდა ეჭვი, რომ დანაშავეს შეიძლება თავისი ქმედებისა შერცვა, რა თქმა უნდა, ბრიტანელები, რომლებიც ესეთ მორალურ და ვიქტორიანულ ეპოქა, ლუის ქეროლის ეპოქა, ხო, თქვენთვის დაახლოებით ნაცნობია ეს ყველაფერი, მისი რომანებიდან და აქვე გეტყვით, რომ ჩვენ დღეს მუსიკალური ფონი საუნდტრეკში და მსოფლიო ხიში სწორედ აი ამ ცნობილი ფილმიდან ალისა საოცრებათა ქვეყნიდან გვაქვს მელოდია აღებული ხიტებიც და საუნდტრეკის მელოდიაზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ სწორედ ლუის ქეროლის არის ერთ-ერთი მწერლის თანახმად ლუის ქეროლის არის ეჭვმიტანილ სიაში. თუმცა მოდით ეს უკვე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბროთ ამაზე. ისევ დაუბრუნდეთ კვლავ მოვლენას მიყოთ კვალ-და-კვალ. ნაპოვნია მესამე მსხვერპლი 54 წლის ლიზი, რომელიც ასევე სხეულის ვაჭრობით არის დაკავებული და რაღაცნაირად ეს ბოლომდე არ არის, ანუ ის კვალი, რომელიც პირველ ორ მსხვერპლს ჰქონდა, ამ მესამეს არ ეტყობა. ბევრმა იფიქრა, რომ რაღაცნაირად მას იქნებ რაღაც ხელწერა სუღალატა, შეიძლება რაღაცნაირად მასში ადამიანობა გაიღვიძა, მაგრამ უბრალოდ როგორც შემდგომ გაირკვევა, მოხდა ისე, რომ მას ბოლომდე ამის თავისი საქმის შესრულება არ დასცალდა, რამე თუ ვიღაცამ ხელი შეუშალა და საგაზეთო სტატიების რაღაცნაირად მართავ თუ არა მართავ პატრავის წერილებში ეს ამაზე მკვლელობის შემდეგ ლონდონი არნახულმა პანიკამ მოიცვა და რაღაცნაირად აი ამ მკვლელობის შემდეგ უკვე იპოვეს უკვე მეოთხე მსხვერპლი აი იქვე და ეს მეტყველებდა უკვე იმაზე, რომ მან ვერ აისრულა წერილი იმის გამო, რომ ვიღაცამ ხელი შეუშალა და მეოთხე მსხვერპლი გახდა კეტრინ ედოუსი, რომელსაც უკვე ორმაგად რაღაცნაირად თუ აი მესამე მსხვერპლს რაღაცნაირად მხოლოდ ყელი ჰქონდა რაღაცნაირად გამოჭრილი, ამ მეოთხე მსხვერპლს საშინლად არც კი მინდა მაგაზე საუბარი, ანუ ძალიან სკულპტუროზულად ჰქონდა ყველა ორგანო ამოღებული, ზოგიერთი დატოვებული იყო იქვე ძალიან ფაქიზად და კოხტად იყო დალაგებული და ზოგიერთი ორგანო არ იყო მანდ. და რა თქმა უნდა წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ლონდონში. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გარკვეული პერიოდი ამ მკვლელობათა სერიას ერთმანეთში არ აიგივებდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს სხვადასხვა ადამიანის შესრულებული გიშს რა გამოვლენს ლონდონში რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე ლონდონი პანიკაში მოიცვა, პანიკა მოიცვა ლონდონმა და არც ერთი ქალბატონი, მათ შორის მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი 7 საათის შემდეგ ისტენდის ქუჩებში აღარ გამოდიოდა. სხვადასხვა ზოგიერთმა მაღაზიამ ამით ფულის შოვნაც კი გადაწყვიტა და იყიდებოდა სპეციალური დამცავი კორსეტები და ესეთი სასტვენები, რომელთაც დაუშვათ როგორც კი ნეჭმდანს ნახავდნენ, როგორც საშიშროებას იგრძნობდნენ, ეგრევე შეძლოთ პოლიციელი გამოეძახათ. მოკლედ, ამავე დროს ძალიან კომიკურ სიტუაციებში ვარდებოდნენ თუნდაც გადაცმული პოლიციელები, რომლებიც ქალის სამოში დადიოდნენ, რომ რაღაც სპეციალურად გამოწვევად იქცეოდნენ, რაღაცნაირად ეს მკვლელი ანკეზე წამოეგოთ, მაგრამ იმ მკვლელის ნაცვლად ასევე გადაცმული ჟურნალისტები იყვნენ და ძალიან ბევრი რაღაცნაირად ესეთი კომიკური სიტუაციები ხდებოდა, თუმცა ნამდვილად სასაცილოდ ლონდონს მაშინ საქმე არ ქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ არის ეს საქმე გახსნილი და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს ერთ-ერთი გაუხსნელი საქმე, მაინც იყვნენ ეჭვმიტანილები, რომლებიც დააპატიმრეს და რომელსაც ბრალი წაუყენეს. მაგალითად, მათ შორის გახდათ ვინმე რუსი ექიმი მიხეილ ოსტროგი. ახლა ვინც მე მაგალითად ბორის აკუნინი ჩხარტიშვილი ძალიან მომწონს და თუ თქვენ სხვადასხვა ეს მიხეილ ოსტროგი გახლავთ მისი ერთ-ერთი რომანის დეკორატორის ერთ-ერთი პროტოტიპი შეიძლება ითქვას და ეს მიხეილ ოსტროგი და გაჩნდა ვერსია საინტერესო, თითქოს ის რუსულმა ოხრანკამ გამოაგზავნა სპეციალურად, რამე თუ ეთნიკურ ებრაელებისთვის მიეწერათ ეს მკვლელობა და გითხარით, რომ ის სწორედ ემიგრანტების ძირითადი თავშეყრის ადგილი გახდათ და რაღაცნაირად მათ სპეციალურად გამოაგზავნეს ეს ადამიანიო, რომ მოეწყო, რომ მთელი ეჭვი ეთნიკურ ებრაელებზე გადაიტანათ და ამით გამოეწვიათ ანტისემიტური განწყობა შემდგომი პოლიტიკური გართულების პერსპექტივით. მაგრამ ეს ვერსია რა თქმა უნდა მალევე ყალბი გამოდგა და რაღაცნაირად ფაქტების არა მკაფიო ფაქტების უქონლობის გამო ეს ოსტროგი გაათავისუფლეს. სხვადასხვა საინტერესოა, რომ გამოიქვა ასევე მასონთა კვალის შესახებ ვერსია, რომელიც ახლა კი არ გამოიქვა, მაგრამ მაშინვე და თავიდანვე, რომელიც
როგორც კი ეს 3 მკვლელობა 4 მკვლელობა მოხდა მეოთხე ჯერ არ არის მომხდარი იმიტომ მიყვებით ქრონოლოგიას ეს დაპატიმრებათა სერია სწორედ მეხუთე მკვლელობამდე იყო და მეხუთე მკვლელობამდე გააჟღერდა სწორედ ეს მასონთა კვალის შესახებ თითქოს და ეს მათი ლოჟის ფსიქიურად შეშლილი წევრის მიერ იყო ჩადენილი და ორგანოები მას რაღაცა გარკვეული ოკულტური რიტუალისტი ჭირდებოდა სხვადასხვა ადგილობრივი ლოჟის თავმჯდომარეს კი დააპატიმრეს იმ ბრალდებით რომ მან კვალის დაფარვის მიზნით შეგნებულად წაშალა კედელზე მკვლელის მიერ დატოვებული რიტუალური რაღაცა სიმბოლიკა მაგრამ ის მალევე გაათავისუფლეს რამე თუ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ იცით რა პერიოდია მე-19 საუკუნის დასასრულია და ეს რაღაცნაირად საიდუმლო და შეთქმულების თეორიის ფეხს იკიდებს და რაღაცნაირად ეს მასონურ ლოჟებზე ხაზგასმა და ეს მისტიკა და ოკულტიზმი რაღაცნაირად ყველა საქმეში ყველაფერი ეჩვენებოდა და რა თქმა უნდა ესეც რა თქმა უნდა არ გამოირიცხა თავდაპირველ ვერსიას სწორედ ეს გახლდათ ფილმიც არის გადაღებული სადაც ჯონი დეპი თუ არსები ასრულებს გამომძიების როლს სადაც სწორედ ეს ვერსია არის შემოთავაზებული მაყურებლისთვის და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა წიგნზე არის ბესტსელერზე არის აგებული მომიდევით ხა ავტორი არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს აი ამ მესამე მკვლელობის შემდეგ ეს გახდათ მონტეგიუ დრუიდი ქირურგის ვაჟი სამედიცინო კოლეჯის პედაგოგი რომელსაც ჰქონდა გარკვეული ფსიქიური აშლილობა და რაღაცნაირად ის გარეგნობა რომელსაც აღწერდნენ მეძავები რაღაცნაირად ის მანერა და სხვადასხვა ის მის ანუ ფაქტობრივად მკვლელს ირჩევდნენ იმის და მიხედვით თუ რამდენი ჰქონდა მას შეხება მედიცინასთან ანუ თუ როგორც გითხარით სკულპტუროზულად და მხოლოდ კარგი ანატომიის, კარგი მცოდნე ადამიანს შეეძლო და არა დაუშვათ ვიღაცა ხორცის მკეფოს შეეძლო დაუშვათ ეს ყველაფერი კარგად მომიტევით რაღაც უხეშად რომ ამბობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი ვერსიები იყო გამოთქმული. ნუ ახლა მოდით ცოტათი მაქვს რომ ანიშნებენ ერთი წუთი მადლობთ და რაღაცნაირად დავასრულოთ აი კიდევ ეჭვმიტანის ამ დრუიძეს საუბარი მის გარეგნობას, მის მანერას მის ჩაცმულობას და ის ფაქტს რომ მას ჰქონდა გარკვეული შეხება მედიცინასთან იყო ქირურგის ვაჟი და თვითონაც იყო ხშირად მისი ასისტენტი რაღაცნაირად ყველაფერი მიდიოდა იქამდე რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ეს ადამიანი მაგრამ ნუ რაღაცნაირად ისევ სამხილების უქონლობის გამო ეს ადამიანი გაათავისუფლეს თუმცა 24 საათის შემდეგ და მაგრამ გაათავისუფლეს 24 საათი მას უთვალთვალებდნენ რამე თუ ეგონათ რომ ის მაინც ჩაიდენ და დანაშაულს, მაგრამ როგორც გაერკვა ეს ადამიანი აბსოლუტურად უდანაშაულო იყო, მან ვერ აიტანა ისედაც ფსიქოლოგიურად ვერ იყო მთლად დაალაგებული, როგორც გითხარით, გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ვერ აიტანა ეს თვალთვალი და მან მალევე ტემზაში დამრჩვალი იპოვეს, მანამ სანამ მოხდებოდა მეოთხე მკვლელობა. ნუ ამიტომაც ეს რაღაცნაირად ეს ვერსიაც გამოირიცხა. კიდევ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს, მაგრამ მათი ბრალეულობა, ნუ ძირითადი აღწერილობა მე გითხარით კიდეც რომ ეს იყო საღამო ხანს ხდებოდა და ძალიან ეს ხდებოდა იმ ადგილას სადაც მეძავების კონცენტრაცია იყო და ბევრი თვითმხილველი ყავდა ბევრი იგონებდა კიდეც მაგრამ როდესაც კონსტანტმა და იმ კომისრებმა ვინც ამ საქმეს იძიებდა რაღაცნაირად მეტნაკლებად შექმნეს ამ დამნაშავის პორტრეტი და მეტნაკლებად აპატიმრებდნენ იმ ადამიანებს რომლებიც ამ პორტრეტს სადაგებოდნენ და თან ჰქონდათ გარკვეული კავშირი მედიცინასთან. მოდით ახლა ცოტათი შევისმენოთ დაუთო დრო სოფლიო ჰიტს და გითხარით კიდევ გამეორდები რომ სოფლიო ჰიტში ჟღერს საუნდტრეკები და ცნობილი კომპოზიციები ფილმიდან ალისა საოცრებათა ქვეყანაში რომელიც 2010 წელს გადაიღეს და ესეც შეგნებულად მაგრამ თუ აი ამ ალისას ავტორი გახლავთ კიდევ ერთ ეჭვმიტანილთა სიაში პირველ ადგილზე არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ხან სულ ერთი დაახლოებით 4 წლის წინ გამოიტყვა ეს ვარაუდი თუმცა მოდი შევისვენოთ მოусმინოთ მუსიკას და შემდეგ კვლავ ამ საინტერესო თემით დავბრუნდეთ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში დაბრუნდეთ მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად X კოდი მიშა მიმინოშულთან ერთად
საღამოშიდობისა კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, X-კოდი დაბრუნდა რადიომედის პირდაპირ ეთერში. მე უბრალოდ თავდაპირველად გეტყვით, ცოტა ჩქარობ ხოლმე გადაცემის მეორე ნაწილს, უფრო სწრაფად საუბრობ, რომ რაღაცნაირად ცოტა ნაკლები დრო გრჩება, თუმცა მე თავიდანვე გეტყვით, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი მოსაზრება თემასთან დაკავშირებით. თემა კი გახლავთ დღევანდელი ყველაზე ამოუცნობი, ჩვენი დღევანდელი თემა გახლავთ ყველაზე ამოუცნობი და ბურუსით მოწვილი მკვლელობა, რომელიც დღემდე არ არის გახსნილი, დაახლოებით 130 წელზე მეტი გავიდა, თუ მეტი არა. საუბარია ჯეკ ფატრავის მიერ სახელი ცნობილ სერიულ მკვლელზე და მკვლელობაზე და იმ ვერსიებზე, რომელზედაც ესა თუ ის მკვლევარი ხმამაღლა საუბრობს, თუმცა დაბეჭდებით მტკიცებულება არანაირი არ არსებობდა. დღემდე უცნობია ვინ ჩაიდინა ეს საშინელი მკვლელობათა მთელი კასკადი, შეიძლება ესე ითქვას, და ვინ არის საბოლოო ჯამში ჯეკ ფატრავი. თუმცა ამიტომ მინდა გითხრათ, რომ შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 91778 გამოგზავნოთ SMS შეტყობინება, გამოგზავნოთ თქვენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით და წინასწარ უკვე ამ ნომერზევე შეგვიკვეთოთ, შეიძლება ითქვას, ცოტა უხეშად ჟღერს, კიდევ ერთხელ გამიმეორდები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ თქვენს მიერ რაღაცნაირად იმ თემას გავაშუქებთ, რომელიც თქვენს ინტერესს გამოვიწვევს. დავუბრუნდეთ კვლავ იმ ისტორიას, რომელზედაც საუბრობთ უკვე 4 მსხვერპლის შესახებ. თქვენ მოგახსენეთ იმ ეჭვმიტანილების დაკავების ფაქტზე, რომლებიც მეტნაკლებად შეესაბამებოდნენ თვითმხილველთა აღწერას, რომ ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ეგრეთ წოდებული ხელჯოხი, ტროსტი, რომელსაც ეხურა ქუდი, დაახლოებით ისეთი, როგორც შერლოკ ჰოლმზზე რო ფილმებს იღებენ და როგორც შერლოკ ჰოლმზს ეხურა დაახლოებით ესეთი ქუდი, ყურებიანი თავზე თასმით შეკრული და ასეთივე ლაბადა, ყველაფერი მეტყველება და იმაზე, რომ ეს ადამიანი არ იყო უბრალო ამ ვესტენდის უბრალო მოქალაქე, არამედ ეს იყო დიდგვაროვანი ადამიანი, რომელიც ლონდონის უფრო სხვა არისტოკრატიულ უბანში ბინადრობდა. და აი გადის ცოტა ხანი, ესე ეჭვმიტანილები ერთი მეორეზე, რა თქმა უნდა, პოლიციას ყოფილდანდი აპატიმრებს, რომლებიც მეტნაკლებად, როგორც გითხარით, შეესაბამებიან აი ამ პორტრეტს აღწერილობისას, მაგრამ მათ ათავისუფლებენ იმის გამო, რომ არანაირი მტკიცებულება არ აქვს. და აი 9 ნოემბერი დგება და ჯეკ ფატრავი ასრულებს, შეიძლება ითქვას, თავის ბჭყალებში მომიტევეთ ასეთი შედევრს, მაგრამ ეს ნამდვილად იყო ყველაზე ამაზრზენი მკვლელობა, რომელიც ამ სერიებში იყო. ეს ქალბატონი ისევ მეძავი გახდათ, მაგრამ ამჯერად ის ქუჩაში კი არ და ქუჩაში არ შესრულდა ეს საშინელება, არამედ მის ოთახში. ეს იყო ერთადერთი ქალბატონი, რომელსაც სხვებთან შედარებით უფრო ლამაზი და ახალგაზრდა იყო და ჰქონდა საშუალება იმისა, რომ თავისი ბინა ჰქონდა და ბინაზე იღებდა ამ კლიენტებს და რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ საბოლოო ეს ბოლო მკვლელობა, რამეთო ამის შემდეგ უკვე ეს კვალი ამ ჯეკ ფატრავისა და ამ სერიულ მკვლელობები ამის სრულდება, მაგრამ სრულდება საშინლად, ანუ ის რაც მან დაპირდა ჟურნალისტებს, რომ მე კიდევ ერთხელ და თქვენ ჩემზე ბერსი ლაპარაკი, ეს იყო ამაზრზენი, მე არც მინდა ამაზე დეტალურად ლაპარაკი, რამეთო ეს იყო ფაქტობრივად ანატომიის გაკვეთილი, ისე იყო გაკვეთილი ეს გვამი და როგორც მას ჩვეოდა, რაღაცნაირად ძალიან სკულპტუროზული სიზუსტით იყო ამოღებული ყველა ორგანო, ნაწილი იქვე იყო დალაგებული ძალიან ლამაზად, იმის და მიხედვით ანატომიურად, რომელი ანუ ნიშნულობის მიხედვით აშკარად მეტყოლებდა იმაზე, რომ მედიცინასთან და ანატომიასთან ძალიან კარგად შეხედული იყო ამ სფეროში, ისმის ამას შადიოდა და ყოველ შემთხვევაში, აი ეს უკვე იყო ბოლო მოთმინების ფიალა, უკვე აივსო, ყოველ შემთხვევაში ისევ მთელი ლონდონი მინდა გითხრათ მაშინ, ეხლაც, როდესაც ამაზე ლაპარაკობენ და ეხლაც, როდესაც ამაზე მსჯელობა და როდესაც ნებისმიერი თქვენდაგანი, სხვადასხვა ყველა ფილმი და ყველა ლიტერატურული ჟანრი, რომელიც ამ თემას ეხება, ფაქტობრივად განეკუთვნება ეგრეთ წოდებული ჰორორების თემას, რამეთო ასეთი მსგავსი საშინელება მსოფლიოს ისტორიაში კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 5 მსხვერპლია სულ, მაგრამ ეს 5 მსხვერპლის და ის ცინიზმი, ის რაღაცა პათოლოგიური, რაღაცნაირად არაადამიანური რაღაც ქმედება, რაც ამ მსხვერპლების მიმართ იყო ჩადენილი, ფაქტობრივად გადაწონიდა ყველა იმ უბედურებას, რომელიც სწორედ იმ პერიოდში ბრიტანეთის ისტორიას თან ახლდა. დასრულდა ამით აი ამ მერის
მერიქერის ბოლო მკვლელობით დასრულდა ფაქტიურად ეს სერია და სწორედ გითხარით კიდეც რომ მაგრამ ამ მკვლელობას ჰქონდა ერთი განმასხვავებელი ის რომ ამ მკვლელობას ჰქონდა ერთ-ერთი თვითმხილველი ვინმე მომე რომელიც იყო ბინის მფლობელი რომელიც ყოველდღე ფულს ართმევდა ამ ქალბატონს და მან შენიშნა რომ აი ამ ოთახიდან ბოლოს გამოდიოდა ვიღაცა ახალგაზრდა მამაკაცი რომელსაც ხელში ჰქონდა ეს ხელჯოხი დაახლოებით ისეთივე აღწერილობის რაზედაც საუბრობდნენ სხვა თვითმხილველები და მას ჰქონდა როდესაც მე გვერდი ჩამიარო სუნამოსუნი აზდიოდა და მაშინ ახლა იმ უბანში და მით უმეტეს ეს დიდი ფუფუნება იყო და აშკარად ეტყობოდა რომ ეს ადამიანი არ იყო იმ უბნიდან არამედ იყო არისტოკრატი და აი გაჩნდა უკვე პირველი ვერსია სერიოზული ვერსია სერიოზული იმ გაგებით რომ კიდევ ერთხელ ამბობ იმ ვერსიას რომელსაც თქვენ ისმენდით და მოისმენთ არნიშნავს იმას რომ ჩვენ რომელიმეს ვემხრობით უბრალოდ არიან მკვლევარები რომლებიც ამაზე სერიოზულად საუბრობენ და აი პირველ ერთ-ერთი ვერსია გაჩნდა რომ ეს უცნაური ექსტრემავაგანტული მანერის მქონე ადამიანი სხვა არავინ არა თუ არა ვინ ალბერტ ვიქტორი გახლავთ მაშინდელი დედოფალ ვიქტორიას შვილი. ეს რატომ დაასახელეს ეს რეალურ კანდიდატად? ამ ადამიანის ბიოგრაფიაში მართლაც არის გარკვეული ბუნდოვანი მხარეები, რომლებიც საფუძველს აძლევს მკვლევარებს, რომ ივარაუდონ, რომ ეს ადამიანი არის ჯეკ მფატრავი, თუმცა ბრიტანელებს ჩვევიათ ხოლმე ზოგადად თავისი სამეფო გვარის წარმომადგენელთა მიმართ გამოთქმულ ნებისმიერ ნეგატივს ძალიან არისტოკრატია ძალიან ცუდად ხვდება ხოლმე არა მხოლოდ არისტოკრატია არამედ ზოგადად თითქმის ყველა ინგლისელი ამიტომაც ამ მოსაზრებამ ძალიან დიდი პოლემიკა და კამათი გამოიწვია არა მხოლოდ სამეფო წრეებში და არისტოკრატიულ წრეებში არამედ ზოგადად თუმცა ის მკვლევარი ვინც ამას ამბობდა გარკვეული ლოგიკური დახასიათებები რაღაცნაირად ამას ლოგიკურად ასაბუთებდა მაგალითად მიუხედავად იმისა რომ არსებობს ამ ადამიანის ცნობილი ბიოგრაფია და ეს მინდა გითხრათ რომ ეს ადამიანი იყო ის ვინც კინაღამ არ დაქორწინდა იმ რუსეთის მომავალ იმპერატრიცაზე და ძალიან ბევრი რამ ჰქონდა მას ესეთი ალისა ჰასენსკაიაზე მაქვს საუბარი და გარდაცვალებამდე ის ქორწილი უნდა ის გარდაიცვალა მაგრამ გარდაიცვალა მეტად იდუმალ ვითარებაში ბევრნი ამბობენ რომ ის გარდაიცვალა გრიპით ეს ისპანკა ცნობილი რომელიც იმ პერიოდში იყო უკვე ფაქტობრივად გაქანებული და ამას ძალიან ბევრი ადამიანის მსხვერპლი მოყვა მაგრამ მეორე ვერსია არსებობს რომელიც ამტკიცებენ რომ ეს ადამიანი არა ასეთი დაავადებით გარდაიცვალა არამედ ის გარდაიცვალა ათაშანგით რამე თუ მას ჰქონდა ესეთი რაღაც მიდრეკილება ამორალური ქცევისკენ ის ხშირად სტუმრობდა სწორედ აი ამ East End-ის უბანს სადაც ზოგადად თავს მოყვარე ადამიანი არ შევიდოდა და თითქოს და მას იქ ენში შეუყვარდა ვიღაცა მეძავი ქალი რომელმაც მისგან გააჩინა შვილი და ამ შვილის სანახავად და ამ შვილის შესანახ თანხის მისატანად ყოველდღე სტუმრობდა და მერე რაღაცა მოხდა და მას ჰქონდა თან ეს ათაშანგი დაავადება რომელიც ზოგადად შემდგომ თუ უკურნებელი იყო მაშინ იმ პერიოდში და მერე ფსიქიკაზე მოქმედებდა და ამ ადამიანს რაღაცა ფსიქიკური აშლობის და მეძავებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო რაღაცნაირად ყველაფერმა თავი იჩინა და სხვათა შორის ძალიან ბევრი მკვლევარია საბუთსაც კიდევს იმისა რომ ეს ადამიანი საბოლოო ჯამში გარდაიცვალა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აბსოლუტურად შეიძლება ვივარაუდოთ რომ ეს კაცი იყო სწორედ ის ამოუცნობი და ესეთი სასტიკი მკვლელობების ავტორი, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, ეს მხოლოდ ვერსია, რომელსაც მკვლევართა უმრავლესობა და ჩვენ რიგიდობით მივყვებით და აი ესეთ ცნობილ ადამიანებზე ვამახვილეთ ყურადღებას, თუმცა პატარ-პატარა ვერსიებიც არსებობს, რომელზეც თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, ბევრი ოფიციალური ბიოგრაფია, რომელიც აი ამ ალბერტ ვიქტორზე მონოგრაფიები
კვლევებიც კი აქვს დაწერილი, ამბობენ რომ ის იმ პერიოდში, როდესაც ეს კვლევები ხორციელდებოდა, იმყოფებოდა შოტლანდიაში, კერძოდ ნორფოლკში, სადაც მის დაავადების გამო, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, საფნევმონიით გარდაიცვალა, მანულ ფაქტობრივად გრიპის ვირუსი ქონდა შეყრილი და იქ ნორფოლკში მისი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად კარგი პირობები ქონდა და ამ დროს იქ იყო. მოკლედ კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს ძალიან ბევრი საბუთები აქვს იმისა და შეიძლება ორივეს დაუჯერო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო პირადად მე რომ ვკითხო, მე რაღაცნაირად გამოურიცხავ ამას, რამე თუ ბევრი ადამიანი, რომელიც აი ბრიტანელი ნამდვილი ბრიტანელი რაღაცნაირად მის ღვაწლსაც კი აღნიშნავს ამ პრინც ვიქტორს და აბსოლუტურად სხვა პორტრეტს ხატავენ ადამიანისა, ის არ იყო ნამდვილად ისეთი ამორალური და ესეთი მეძავეების ხშირი სტუმარი, ამბობენ ჰომოსექსუალისტიც იყო და ბისექსუალი იყო. ნუ ახლა ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მაინც ოფიციალურ მხარეს ვემხრობი, თუმცა ეს ვერსია არსებობს, ასე თუ ისე პრინცი ალბერტ ვიქტორი ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად შეიძლება მოვიაზროთ. ნუ ახლა მე მანიშნებ, რომ ჩვენ ეთერში რეკლამის დროა, მოდით ცოტა დრო რეკლამას დავუთმო და შემდეგ სხვა ვერსიების მოსმენა მოგიწევთ უკვე რადიო ვედის პირდაპირ ეთერში. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშულთან ერთად. მე-19 საუკუნის მიწურულს ბრიტანეთის იმპერიაში მომხდარი ტრაგედია, ასერიული მკვლელობა არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა, რამე თუ ბოლომდე არ არის ეს მკვლელობათა სერია გახსნილი და ბოლომდე არ არის ცნობილი თუ ვინ იყო საბოლოო ჯამში ჯეკ პატრავი. ერთ-ერთი ვერსია ჩვენ განვიხილეთ, რომელიც თანახმად ის შესაძლოა ყოფილიყო ალბერტ ვიქტორი, დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი, თუმცა უამრავი კიდე სხვა ვერსიები არსებობს, სხვა მეტნაკლებად გახმაურებულ ადამიანებზე, ძირითადად ეს ადამიანები იყვნენ, რომელთაც მეტნაკლებად როგორც გითხარით, დამოკიდებულება და კავშირი ჰქონდათ მედიცინასთან, ეს იყვნენ ქირურგები, ვეტერინარები, მაგრამ საბოლოო ჯამში არ იქნა ნაპოვნი არავითარი მხილება და მე დღეს რაღაცნაირად ხა დრო არ აგვაქვს ჩვენ ყველა ვერსიაზე შევაჩეროთ თქვენი ყურადღება და ძირითადად შევაჩერებ იმ ადამიანებზე, რომელსაც თქვენ იცნობთ აბსოლუტურად სხვა კუთხით, ახლა ჭორის აგორების თემას გავს, ჩემი მხრიდან რაღაც ცოტა უხერხულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არანაირად ჭორის აგორებას არ ვაპირებთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმ ვერსიას, რომელსაც თქვენ გაცნობთ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ვერსიას ვემხრობით, უბრალოდ ჩვენ ვემხრობით, რა ჩვენ გადაცემა გვაქვს X კოდი და ბუნებრივია ყველა მეტნაკლებად ისეთი დასაბუთებული მეტნაკლებად ვერსია ჩვენ ვახმაურებთ ხოლმე. ნუ მოდით გადავიდეთ კიდევ ერთ საინტერესო ტავტოლოგია გამოვიდა, მაგრამ ვერსიაზე ძალიან საინტერესო აზრი გამოთქვა უილიამ სტიუარტმა, ცნობილი ბრიტანელი ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი და ისტორიკოსი, არტურ კონან დოილის, სერ არტურ კონან დოილის მეგობარი და სხვა შორის სერ არტურ კონან დოილის მის აზრს იზიარებდა, რომ არავითარიო ჯეკ პატრავი არ არსებობდაო, არამედ არსებობდაო კაცი ჯეკ პატრავი არ არსებობდა, არამედ არსებობდა ჯილ პატრავი, ანუ მისი აზრით ის კაცი კი არა, ქალი იყო. ნუ რაღაცნაირად ამაზე სხვათა შორის თავიდანვე იყო, როდესაც კალიგრაფები სწავლობდნენ იმ სკოტლანდიაში და ამ საინფორმაციო საგნიტოებში გაგზავნილ წერილებში, რომელზედაც ჯეკ პატრავი ხელს აწერდა ხოლმე, ბევრი მკვლევარი და ბევრი ექსპერტი ამბობდა, რომ ეს ძალიან გავსო ქალის ხელწერასო. თუმცა როგორც გითხარით, ეს პატრავის მიერ გამოგზავნილი წერილები შეგნებულად იყო რაღაცნაირად დამახინჯებული, ეს აზრიც არსებობს და ნუ მიყვეთ აი ამ ქალის ვერსიას, ანუ ვინ იყო ჯიმ პატრავი, სხვათა შორის სერ არტურ კონან დოილს თავისებური ის ახსნაც ჰქონდა, ის ამ ქალბატონის ვინაობას, ანუ იდენტიფიცირებას ახდენდა, რომ ის სხვა არავინ არ არის თუ არა მერი პირსიო, რომელმაც 1890 წელს მართლაც გამოასალმა სიცოცხლეს თავისი საყვარლის მეუღლე და ქალიშვილი და ასევე შეიძლება ეს ჯილი ყოფილიყო კონსტანცია კენტი, რომელიც ასევე 16 წლის ძმის მკვლელობის გამო 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მას მიჯილი და რაღაცნაირად და რას ამბობდნენ, ესე იგი რას ეყნობოდა ეს ვერსია, ნუ ხელნაწერი მის გარდა
რომ შეიძლება მართლაც ესეთი პათოლოგი ადამიანების და რაღაცნაირად ოდნავი არანორმალური ფსიქიკის მქონე დამნაშავეებთან იდენტიფიცირება მომხდარიყო, მაგრამ გარდა ამისა იყო კიდევ ერთი გარემოება, რომ ეს ორივე ქალბატონი იყვნენ ბებია ქალები, ანუ გინეკოლოგები და ისინი მუდმივად, ახლა მით უმეტეს რა იმ უბანში მუშაობდნენ და ხო წარმოგიდგენიათ, რომ ყოველდღიური საქმიანობა მათ ჰქონდათ, გამომდინარე სპეციფიური პროფესიიდან, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდა, ანუ მეძავებზე მაქვს საუბარი და რაღაცნაირად მას შეეძლო აბსოლუტურად შეუმჩნევად, ანუ როგორც გითხარით, ეს გადაცმული პოლიციელები ეძებდნენ მამაკაცი ქუდი და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება ყოფილიყო ქალი. მოკლედ, აი ესეთი ვერსია არსებობს, რომელსაც სხვადასხვა შორის, როგორც გითხარით, სერ არტურ კონან დოილი მხარს უბავს და მის ძალიან ბევრ წერილებში და რომანებში რაღაცნაირად აი ეს ტიპაჟიც, ანუ არა ჯეკ მფატრავი, არამედ ჯილ მფატრავი არის გამოყვანილი. რაღაცნაირად ეს გენდერული თანასწორობა ამ ავტორებმა რაღაცნაირად დაიცვეს. კიდევ მივყვეთ ერთ საინტერესო მეტად მომენტს, ანუ ძალიან საინტერესო ვერსია გამოთქვა ძალიან ცნობილმა დეტექტიური ბესტსელერების ცნობილმა ავტორმა, მწერალმა პატრიცია კორნუელმა, რომელსაც სხვადასხვა ჯეკ ფატრავზეც აქვს დაწერილი ჯეკ ფატრავის რეალური პორტრეტი, ასე ქვია მის ნახევრად რომანს თუ ნახევრად გამოკვლევას, ამას თქვენ მიხვდებით, ახლა თუ რაზე მაქვს საუბარი და მან ხმამაღლა განაცხადა, რომ ჯეკ ფატრავის ნიღბის ქვეშ იმალება არც მეტი არც ნაკლები ცნობილი ბრიტანელი მხატვარი, ინგლისური იმპრესიონიზმის ფუძემდებელი ვოლტერ სიკერტი. ფაქტობრივად ეს იყო ედგარ დეგას მოწაფე, ხატავდა იმას, რასაც ხედავდა, ფაქტობრივად მართლა იყო იმპრესიონიზმის მამა, მას ვიქტორიანული ეპოქის ფოტოგრაფსაც კი ეძახდნენ, ანუ რამე თუ მას ჰქონდა ჩვევათ, ანუ ფოტოსურათებს იღებდა, ძირითადად ესკიზების ნაცვლად ფოტოსურათებს ხმარობდა და შემდგომ უკვე ხატავდა ზუსტად ისეთივე მანერით, როგორც თქვენ გექნებათ მისი ნამუშევრების ნახვის საშუალება უკვე ჩვენი გადაცემა, როდესაც დაიდება Facebook-ის გვერდზე და ასეთი ვერსიის გამოთქმის შემდეგ სხვადასხვა მას მთელი ეს ბრიტანული სამეფო გითხარით კიდეც, რომ ეს ბრიტანეთი ზოგადად თავის გმირებზე და თავის არჩინებულებზე და გამოჩენილ ადამიანების მიმართ წარმოთქმულ ნებისმიერ ბრალდებაზე ძალიან ისე რეაგირებენ ხოლმე და ამის გამო მას ჰქონდა სერიოზული პრობლემები ბრიტანეთის პარლამენტთან, ბრიტანეთის სამხატვრო აკადემიასთან, მისი კარიერაც კი საფრთხეში და ძალიან ბევრი მყავდა მკითხველი და თაყვანისმცემელი და ბევრი თაყვანისმცემელმა ვარი თქვა მისი წიგნების კითხვაზე ამ ვერსიის გამოთქმის შემდეგ. გარდა ამისა, მას ძალიან დიდი მას ფულადი ბევრი ფულიც კი დახარჯა იმისთვის, რომ 300 ნახატი შეეძინა ამ ხატვრისა. რამე თუ ის ეძებდა ვოლტერ სიკერტის დნმ-ის და ჯეკ ფატრავის ამ წერილებში აღებული დნმ-ის იდენტიფიცირების გამო ის ეძებდა ნიმუშებს და ამის გამო მან 300 ნახატიც კი შეეძინა აუქციონზე მისი წერილები, წარმოიდგინეთ რა, საწერი მაგიდაც კი, რა თანხა დაუჯდებოდა მას აუქციონზე ასეთი დონის ადამიანის ფაქტობრივად მთელი მისი ჰონორარი ამაზე წავიდა და ყველაფერი კი იმით დაიწყო, ეს მინდა ვთქვა, რომ ეს ვერსია ამ ხატვრის მკვლელთან იდენტიფიცირებისა არ გამოითქვა მხოლოდ აი ამ კორნუელის მიერ. ეს არ იყო პირველი, მანამდეც არსებობდა ეს ვერსიები, გამომდინარე მისი უცნაური ბიოგრაფიიდან და ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კორნუელმა შეიტყო სიკერტის გატაცება ჯეკ ფატრავის პიროვნებით, რამე თუ ის როდესაც მან შეაგროვა მისი წერილები, იქ იყო ძალიან ბევრი ამონარიდი, ანუ ყველა თითქმის საგაზეთო სტატიის ნაგლეჯი და ის მსხვერპლის განლაგება, დანაშაულის ჩადენის ადგილიდან რეპორტაჟები, ყველაფერი ქონდა ამოჭრილი. თავად ის პიროვნება ძალიან ისეთი სკანდალური სერიით გაითქვა მან ამ ხატვარმა სხვადასხვა სახელი, ეს გახლავთ კამდენ თაუნთის მკვლელობა, ესე იყო სერიას წარმოიდგინეთ, გატაცებული იყო რაღაცა ის დეპრესიულ იმპრესიონიზმი კი იყო, ის ნათელი იმპრესიონიზმი, ჩემთვის რაღაც სხილთან და სინათლესთან ზესთან არის ასოცირებული, მაგრამ ის დაახლოებით ესე ხატავდა, ოღონდ მის ნახატების თემა, როგორც გითხარით, უფრო ესეთი მუქი საფუძველია, რა თქმა უნდა, ფერადად ხატავდა ამ ყველაფერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვითონ საფუძველი იყო დეპრესიული და შეიძლება დეკადენსური. ამ ნახატებ ეტიუდებში სიუჟეტურად გადმოცემულია მკვლელობის ყველა მომენტი. ზოგან გამოხატულია სხვადასხვა გარდაცვლილი ქალი, ზოგან ლოგინზე მჯდომარე ნახევარჩიშველი მამაკაცი. და ამ სერის ტილო მეცახელად მოწყენა, მას აღიარებაც კი მოუტანა და მხატვრის არქივი მოკლედ სავსე იყო ამ საგაზეთო ამონარიდებით და აღსანიშნავია ისიც, რომ
ხატვარს ბინის გარდა ქონდა სტუდია, ესეც უკვე დადასტურებული ფაქტია, სადაც მათ შევად ქონია თუმე სხვადასხვა გრიმის მორგება, იერის შესვლა, ქუჩაში გაცვლა და ის უეცრად ჩდებოდა ერთ ადგილას და ეს მერე ქრებოდა და ჩდებოდა სხვა ადგილას და ამას იმიტომ აკეთებდა, რომ რაღაცნაირად ყოფილიყო ეპიცენტრში და მიეღო უფრო მეტი მასალა თავისი ნახატებისთვის, შთაგონების წყარო და ასე შემდეგ 1908 წლის წელს სხვადასხვა სიგერტი ხატავს სტილოს სახელწოდებით ჯეკ მფატრავის საძინებელი, რომელიც ფაქტობრივად მისი საძინებელია. და აი ბევრი რაღაცა ესეთი ანალოგის გამო ამ ქალბატონმა კორნუელმა გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანი სიგერტი გახლავს სწორედ ჯეკ მფატრავი. ახალგაზრდობაშიო ეს ქალბატონი ამბობს თავის ამ წიგნში, მე ახლა არ მაქვს ეს წიგნი წაკითხული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მის ვერსიას რო ვეცნობებდი, მის სტატიას, ის ამბობს, რომ მანო გადაიტანა უროლოგიური ოპერაცია, რის გამოც დაკარგული ჰქონდა სქესობრივი აქტივობის უნარი, ამიტომაც მას გაუჩნდა მიზანტროპიული მიდრეკილება ზოგადად განსაკუთრებული ზიზღიკი ქალების მიმართ ჰქონდაო და შეგასენთრება ეს მწერალი პატრიცია კორნუელის ვერსია კიდევ ერთხელ არნიშნავს იმას, რომ ჩვენ ასე ვემხრობით, მაგრამ ეს ამხელა ქალია, ესე იგი ძალიან ცნობილი დეტექტივების და ცნობილი მწერალია და ბუნებრივია მისი მოსაზრების უკუგდება და რაღაცნაირად არ გაჟღერება ჩვენ გადაცემაში არ იქნებოდა. და მთავარ არგუმენტად თავის მოსაზრების დასამტკიცებლად უკვე საინტერესო მომენტია პატრიცია კორნუელს მოყავს სიკერტის და ჯეკ მფატრავის სახელით ხელმოწერილ ბარათზე გაკრული მარკიდან, ამას ხაზგასმით ვამბობ, დნმ-ის ნიმუშების იდენტურობა. და უნდა ითქვას, რომ აი ესეთი ექსპერიმენტის ჩატარებისთვის მან სპეციალურად დიდი ხანი დაჭირდა ბრიტანული პარლამენტისგან რომ მიიღო საგანგებო თანხმობა და ნებართვა და რაღაცნაირად ჩაატარა კიდეც კვლევა. წარმოიდგინეთ ეს რასაც გიყვებით ამ ასეთი კვლევის ნახატების შეძენა, ასე კოლოსალურ თანხასთან არის დაკავშირებული და ბრიტანულ ფუნდ სტერლინგებზეა საუბარი და მით უმეტეს საუბარია ბრიტანეთის იმპერიო მანიშნებე როგორი წუთი დავჭერდა, ამიტომ რაღაც დავიბენე. მოკლედ გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან ეს არგუმენტები წამოაყენა, მიუხედავად იმისა, რომ მან ეს იდენტიფიცირება მოახდინა და თითქოს და დაადასტურა კიდეც, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთის მსგავსია, რომ ეს მხატვარი არის სიკერტი, არის ჯეკ მფატრავი, მიუხედავად ამისა, უამრავი უკვე საწინააღმდეგო ვერსიაც არსებობს. რამე თუ ჯერ იმისთვის, რომ დნმ-ის სრული იდენტიფიცირება მოხდეს, არ არის საკმარისი მხოლოდ ბირთვული, არამედ საჭიროა მიტოქონდრიული ექსპერტიზა, ხო არა, არც ბირთვული ექსპერტიზა არ არის, არც მიტოქონდრიული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ექსპერტები ესე ამბობენ და მე მათ რა თქმა უნდა ბუჯერებ. და ბოლოს აი სულ რაღაცნაირად არ რჩება ხოლმე, მაგრამ შეიძლება ითქვას ჩვენ ამ ადამიანზე აუცილებლად გავაკეთეთ გადაცემას, იმიტომ რომ საინტერესო პიროვნება გახლავთ. 1996 წელს გამოიცა ვინმე რიჩარდ უოლსის წიგნი ჯეკ მფატრავი თავზე ხელაღებული მეგობარი, სადაც ავტორი ამტკიცებს, რომ მან ლუის ქეროლის შემოქმედების შესწავლისას აღმოაჩინა ანაგრამები, თითქოს და აღმოაჩინა შიფრი ამ ანაგრამების წასაკითხად და მოუარგო ის ქეროლის წიგნებს და შედეგად მიიღო აბსოლუტური სიზუსტით აღწერილი ჯეკ მფატრავის დანაშაულის ქრონოლოგია და ამაზე დაყრდნობით ეს ბატონი რიჩარდ უოლისი აცხადებს, რომ ჯეკ მფატრავი სწორედ ლუის ქეროლი გახდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ აგვაქვს დრო ამ იდუმალ ადამიანზე, თქვენ კატოს საღამოებში, კატოსთან ერთად, კატოს მე მგონი ქონდა რამდენიმე გადაცემა ამ შესანიშნავ ადამიანზე, რომელიც იყო მოყვარული მწერალი, მოყვარული მხატვარი, შესანიშნავი მოყვარული ფოტოგრაფი, მაგრამ ამ დროს იყო პროფესიონალი მათემატიკოსი, ოკულტური მეცნიერებითაც იყო დაკავებული და მის რაღაცნაირად აი მისი დამოკიდებულება პატარა გოგოებთან, თქვენ იცით, რომ ეს ძირითადი ფოტოები მას აქ პატარა გოგოებთან აქვს გადაღებული, რაც გარკვეულწილად ადამიანებში და საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, რომ ის პედოფილია და ამის გამო ძალიან ბევრი მისი ნამუშევარი დაწვეს კიდეც ახლობლებმა და ნახატებიც, რომ რაღაცნაირად ნაკლები საბაბი ყოფილიყო ამ სალაპარაკო ქონოდათ და მაგრამ ეს უცნაურობა დამახასიათებელი იყო ზოგადად მაშინდელი ვიქტორიანული ეპოქისთვის და პატარა ასექსუალური ბავშვების ხატვა იყო მოდაში და ხას უსვამდა პირველად უხსნილობას და სიცოცხლეს და ასე შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ შეიძლება ამ ადამიანის, ახლა მე კიდევ ერთხელ თავს თიც არ ვადებ ამ ადამიანს, მე უბრალოდ ვამბობ დღეს რაღაც ვერსიებს ვასახელებთ, მაგრამ ქეროლი მაინც იყო მეტად უცნაური პიროვნება
რაღაც თავისი უცნაურობები ქონდა, ის ნარკომანობასაც ადანაშაულ, მაგრამ მას საშინელი შაკი ქონდა ბავშვობიდან და სწორედ ამ ოპიუმით ხსნიდა ამ ტკივილს. მოკლედ, ეს ძალიან საინტერესო ნამდვილად ლექსების ავტორიც არის, რა ხო, მე ძალიან მწუხარ, რომ არ ვიცი ინგლისური, იმიტომ რომ როდესაც პირველ რიგში ინგლისურს თუ კარგად დავეფლე, პირველ რიგში ლუის ქეროლის ალისას წავიკითხავ, იმიტომ რომ იმდენად ლამაზად არის აღწერილი და იმდენად მართლა ქარაგმები და სხვადასხვანაირად შეიძლება ამ ავტორის აკითხვა და ნამდვილად ამ ადამიანის პიროვნების ბიოგრაფიული მომენტების გათვალისწინებით და ბევრი თუნდაც ახლა რაც შეეხება იმ ანაგრამების საკითხვას, ეს ჩემთვის ცოტათი არ მიუღებელია, რამე თუ ახლა ნებისმიერ მწერალთან შეიძლება ეს ანაგრამების მომენტი გამოიტანო და ნებისმიერ მწერალთან შეიძლება რაღაცა იდენტიფიცირება მოახდინო რაღაცა სხვა თემასთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან ფუნდამენტური შრომა აქვს ამ კაცს ჩადენი გაწეული და რაღაც ფუნდამენტური და ფაქტობრივად ყვება და ახლა არ ვიცი ახლა რამდენად მართალია და ამას უმატებს კიდე იმას, რომ უცნაური იყო ლუის ქეროლი და კიდევ ერთხელ ამბობთ, რომ ამის აი ამ საიდუმლოებით სავსე ბიოგრაფიას ალბათ სხვა მწერლებთან ერთად, როდესაც ლიტერატურულ გმირებსა და ლიტერატურული გმირების ავტორებს შევეხებთ, ალბათ აუცილებლად მას დაეთმობა თავისი ადგილი. მე რაღაცნაირად უკვე ეს ფონი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთვის განკუთვნილი საერთო დრო ამოიწურა. არ ვიცი, რამდენად შევძელით თქვენი ცნობის წადილის დაკმაყოფილება იმ ადამიანებს გულისხმობს, ვისი შეკვეთით და ჩვენ დღევანდელი თემა გავაჟღერეთ საუბარი ჯეფ პატრავის ამოუხსნელ ფენომენზე ზოგადად და აი ამ მკვლელობის რაღაც ირგვლივ არსებულ სხვადასხვა ვერსიებზე. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენზე რაღაცნაირად მოვარგეთ, ჩვენ თქვენ გისმენთ და თქვენს იდეას აუცილებლად გავითვალისწინებთ. მოგწერეთ Facebook-ის გვერდზე, დაგვირეკეთ ნომერზე 917778. დატოვეთ თქვენი შეტყობინება, შეგვიკვეთეთ შემდეგი გადაცემა და X-კოდში აუცილებლად გაიჟღერებს ის თემა, რაც თქვენ ყველაზე მეტად გაინტერესებთ და გაგლობთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ პარასკევამდე ნახვამდის. არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშულთან ერთად.